რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ 20 თებერვლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო. კიდევ ერთხელ შევახსენებ სურვილებს, რომ რეგისტრაცია 21 მარტის 18 საათამდე გაგრძელდება და 2014 წელს აპლიკანტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. აქვეა მოცემული რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება. ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ შეიცვლება. როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია და კიდევ რა სიახლე იგეგმება 2014 წელს, ამაზე დეტალურად ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძეა. მოგესალმებით, ბატონო ივა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია? რეგისტრაცია სულ ახლახანს დაიწყო და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში და ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ ჯერჯერობით აქტივობა ძალიან მაღალი არ არის. ისაც გვჩვევია, რომ ბოლო დღეებში შევავსოთ, გავიაროთ რეგისტრაცია, შევავსოთ ფორმები და პირველი თხოვნაც ის იქნება ალბათ აბიტურიენტების მიმართ, რომ ნუ გადადებენ ამ საქმეს ბოლო წუთისთვის, არამედ უკვე ნელ-ნელა დაიწყონ ფიქრი შევსება სარეგისტრაციო ფორმის, რადგან შეიძლება რაღაც არ ვიცი სხვა მიზეზი შეიძლება გაჩნდეს, არ ვიცი რა, მაგრამ ჯობია თადარიგი დაიჭირონ და ადრევე შეავსონ განაცხადი. ანუ 21 მარტის 18 საათზე წყდება რეგისტრაცია. დიახ. და ამის შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ აღარ შეაიქნევათ უფლება, როგორც თქვენ ძალიან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი, არ შეუძლიათ შეცვალონ საგნების ჩამონათვალი, მაგრამ შეეძლებათ რომ შეცვალონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, ის ფაკულტეტები, რომელიც მათ მონიშნეს ცხადია იმ საგნების ფარგლებში, რომლებიც მათ წინასწარ, რომელთა ჩაბარებას ისინი აპირებენ. ანუ თუ ვინმეს აქვს მონიშნული მათემატიკა, დაუშვათ თქვათ არჩევით საგნად, მას შეუძლია ყველა ის ფაკულტეტი მიუთითოს, რომელიც მოითხოვს არჩევით საგნად მათემატიკას და ივლისის ბოლომდე წაშალოს თავისი არჩევანი, დაუმატოს ახალი, შეცვალოს პრიორიტეტები, ანუ სწორედ იმ ფაკულტეტების ფარგლებში, რომელიც ითხოვს მათემატიკას, ნებისმიერი არჩევანი დააფიქსიროს. ანუ საკუთარი შედეგის გაგების შემდეგაც მას შეუძლია, რომ ეს ჩამონათვალი შეცვალოს. დიახ, გამოცდის ჩატარების შემდეგ, როდესაც გამოცხადებულია პირველადი შედეგები, როდესაც იწყება აპელაცია, აი ამ მომენტამდე აბიტურიენტს შეიძლება შეცვალოს ფაკულტეტების არჩევანი. თუ ვიკითხავთ, რატო არის ეს და რამდენად გაამართლა ეს ამ სიახლემ 2013 წელს დაიწყო ამ სიახლის განხორციელება ცენტრმა? შარშან მართლაც შარშან იყო ეს სიახლე დანერგილი, ბევრი ცვლილება იყო წლის განმავლობაში და მიზეზიც შარშანაც ვამბობდით ისაა, რომ ბევრი აბიტურიენტი მარტში არ არის ჯერ ზუსტად ჩამოყალიბებული თუ საცურს სწავლის გაგრძელება. არის შემთხვევები, რადასამალია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები გავლენას ახდენენ ხოლმე აბიტურიენტის არჩევანზე და შემდეგ აბიტურიენტს წინა წლებში არ ქონდა საშუალება, რომ შეეცვალა თავისი არჩევანი. ვინაიდან ჩვენ ეს ტექნიკურად ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, გადავჭერით, ვაძლევთ აბიტურიენტს საშუალებას, რომ თავისი არჩევანი ჩამოაყალიბოს გამოცდების პრაქტიკულად გამოცდების დროსაც და დასრულებამდე. გარდა ამისა, ზოგი აბიტურიენტი ვერ ბედავდა ეგრეთ წოდებულ პრესტიჟულ ფაკულტეტზე ჩაბარებას მონიშნოს და აღმოჩნდებოდა, რომ გამოცდების შედეგები უფრო მაღალი იყო ვიდრე მოლოდინი და ესეთ აბიტურიენტებს შემდეგ გულიწყდებოდათ, რომ ჩაირიცხებოდნენ მათთვის ნაკლებად სასურველ ფაკულტეტზე. ამიტომ მე ხა ვურჩევდი ყველა აბიტურიენტს თავად მიიღონ გადაწყვეტილება, აწონ-დაწონ თუ სადმუნდათ სწავლის გაგრძელება და დამოუკიდებლად გადადგან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს ცვლილება, რომელიც და ეს წინადადება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შესთავაზა აბიტურიენტებს, რომ პრინციპში თუ მათ გადაალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და სწორად შეავსეს რეიტინგული სია, ისინი რომელიმე უმაღლეს სასწავლებლებში აუცილებლად ჩაირიცხებიან. არა, ასეთი გარანტიის მიცემა არ შეიძლება, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცით რა კონკურსი იქნება ამა თუ იმ ფაკულტეტზე, რა ქულებით ჩაირიცხებიან აბიტურიენტები. ანუ ესეთი 100%-იანი გარანტიის მიცემა ნამდვილად მაგრამ მათი შანსი იზრდება. შანსი იზრდება, ცხადია
იზრდება ორი მიზეზის გამო, გარდა იმისა, რომ ქულები აქვთ, იმედია მაღალი. თვითონ ადგილების, სასწავლო ადგილების თუ საუნივერსიტეტო ადგილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და წელსაც საკმაოდ მაღალი არის. 45,000-ზე მეტი თუ არ ვცდები. ზუსტად არ ვხსნე უფრო ნაკლები რიცხვი მახსოვს მართალი რომ ვთქვა. 60 უმაღლეს სასწავლებელში 42,000 ადგილი მახსოვს პირადად მე, თუმცა არის კიდევ მეტნაკლებად. თვითონ აბიტურიენტების რაოდენობა წინასწარ თქვა ძნელია ცხადია, მაგრამ მგონია რომ მეტი ადგილი იქნება ვიდრე აბიტურიენტი თეორიულად. შარშან იყო 42,000-მდე აბიტურიენტი წელს, ისევ ამდენ აბიტურიენტს ალოდებით. შარშან იყო 42,000 და შარშან პირველად გადავაბიჯეთ 40,000-იან, ასე ვთქვათ, ზღვარს აბიტურიენტების რაოდენობას რაც შეეხება. წელს ფიქრობ რომ ნაკლები იქნება, რადგან შარშან ჩაირიცხა 28,000 აბიტურიენტი, ამდენი გახდა სტუდენტი, ამდენი სტუდენტი არ გავხდარა არც ერთ წელიწადს, რაც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. წელს ვარაუდობთ, რომ ნაკლები აბიტურიენტი იქნება, რადგან ნაკლები მე-12 კლასელია სკოლაში, იცით, იყო დემოგრაფიული ვარნა რაღაც გარკვეულ წლებში, 90-იან წლებში და ეხლა ეს ნაკადიც, ასე ვთქვათ, აი ამ ვარნის ნაწილი არის, მომავალ წლიდან დაიწყება ნელ-ნელას და მოსწავლეთა რაოდენობა. ბატონო ივა, ჩვენ შევეხეთ რეიტინგულ სიას, ამ კითხვას ვავთ ჩვენ სტუმრებთან, ვაძლევთ რჩევებს ჩვენ აბიტურიენტებს, რა გაითვალისწინო ამ რეიტინგული სიის შევსების დროს, როგორი არის თქვენი რჩევა? მარტივი რჩევა იქნებოდა ყველაზე მეტად სადაც სურთ ჩაბარება ის მონიშნონ პირველ ნომრად, ანუ ის დაასახელონ ის უმაღლესი სასწავლებელი, ის ფაკულტეტი, რომელშიც ყველაზე მეტად სურს აბიტურიენტს რომ გააგრძელოს სწავლა. სიტყვაზე თუ მე მინდა რომ ვისწავლო, არ ვიცი, მათემატიკა ან რაღაც სულ ერთი არა, ვთქვათ, ფილოლოგია, პირველ რიგში უნდა დავასახელო ის უმაღლესი სასწავლებელი, ის ფაკულტეტი, ის მიმართულება, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, ანუ ჩემი საუკეთესო არჩევანი გავაკეთო და შემდეგ ნელ-ნელა ჩამოვყვე ნაკლებად სასურველისგან. ეს არის თქვენი რჩევა. ბატონო ივა, კითხვა, რომელიც ჩვენმა მსმენელმა მოგწერა Facebook-ის გვერდზე. მას აქვს ასეთი კითხვა: ეხლა ვარ მესამე კურსზე და ხომ შეიძლება წელს კვლავ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მივიღო მონაწილეობა? იქნებ მეოთხე კურსი მაინც დავაფინანსო და ანუ ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა? აინტერესებს მას. ეხლა დაიწყო რეგისტრაცია არ მხოლოდ აბიტურიენტებს, არამედ სტუდენტებისთვის და ცხადია შეუძლიათ გამოვიდნენ მეორე კურსელები, მესამე კურსელები ამ გამოცდაზე გრანტის გაუმჯობესების მიზნით. შარშან თუ არ ვცდები 10,000-მდე დარეგისტრირებული სტუდენტი იყო, ანუ ინტერესი მართლაც დიდი არის და ცხადია ყველას აქვს ანუ მესამე კურსელსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. ვისაც სურს რომ გაიუმჯობესოს გრანტი, იქნება ეს 1 წლით თუ 2 წლით, რაც დარჩათ სწავლის დროს, შეუძლია გამოვიდეს და გაიუმჯობესოს ცხადია. ბატონო ივა, რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მას? ეს არის გამოცდა, რომელიც ხშირად ეძახიან უნარების გამოცდა, ზოგადი უნარების გამოცდას, რაც თვალ სწორი არ არის, ვინაიდან აქ სხვა, ასევე აკადემიური უნარების გამოცდა არის, ოღონდ სხვა ტიპის განსხვავებული ზოგადი უნარების ტესტისგან და მე ურჩევდი ყველა სტუდენტს, ყველა მსურველს, რომ ვინც აბარებს ამ გამოცდას, ჩვენ ვებგვერდზე გაეცნოს სპეციალურ საინფორმაციო ინფორმაციას, რომელიც ეხება ამ გამოცდას, სადაც მოცემულია გამოცდის ფორმატი, თვითონ ტესტის, შარშანდელი ტესტის ნიმუში, მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რას უნდა მიაქციოს სტუდენტმა ამ შემთხვევაში, მიაქციოს ყურადღება და ვფიქრობ ეს დაეხმარება სტუდენტებს, რომ უფრო კარგად მომზადებულები გავიდნენ გამოცდას. ეს არის აკადემიური უნარების გამოცდა არის, ოღონდ ოდნავ განსხვავებული ფორმატის. და ბატონო ივა, კითხვა, რომელიც ამ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს აინტერესებთ, თუ შეუნარჩუნდებათ მათ იგივე გრანტი, ვთქვათ, ვერ მიიღეს უკეთესი დაფინანსება, არ გაეზარდათ დაფინანსება, მათ აქვთ გარკვეული შიში, ხო არ დააკლდებათ? არა, დაკლებით არ დააკლდებათ, ანუ თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 50%-იანი გრანტი და სიტყვაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად 0 ქულა მიიღო, მას მაინც არ დააკლდება, არ დაკარგავს თავის გრანტს. აქ არის ლაპარაკი მხოლოდ გაუმჯობესებაზე. ანუ შედეგით ვერ გაიუარესებს შედეგს სტუდენტი, ერთ-ერთი შეიძლება გაიუმჯობესოს. თუმცა მსურველები ძალიან ბევრია, თანხა სამწუხაროდ არ ეყოფა ყველას ნამდვილად და კონკურსი ძალიან მაღალია. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძეა. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ჩვენმა მსმენელმა მოგწერა. წელს მას ჩაბარება უნდა ტელერეჟისურის ფაკულტეტზე და დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია და მცირე აკადემია და საჭიროა თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება კიდევ ერთხელ. დიახ, იმიტომ რომ ქულები არ ენახებათ სამწუხაროდ და სტუდენტობის ერთ-ერთი ასე ვთქვათ წინაპირობა არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ვინც არის სტუდენტი, შეიძლება ისარგებლოს მობილობით, თუმცა ამასაც უკვე შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მართვის სამსახურები, ანუ აღიარებს თუ არა ერთი უმაღლესი, მეორე უმაღლესის კრედიტებს, იმ საგნებსაც ჩაბარებული, ამას წყვეტს უკვე უშუალოდ უმაღლესი სასწავლებელი. ბატონო ივა, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ რეგისტრაციაზე, მინდა რომ გადაცემის მეორე ნაწილში გარკვეულწილად შევეხოთ იმ სიახლეებს, რომლის განხორციელებასაც ცენტრი გეგმავს 2014 წელს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის გრანტის გადანაწილება. კიდევ ერთხელ რომ წინა გადაცემაზე ჩვენ გვქონდა საშუალება რომ გვესაუბრა ჩვენ სტუმართან ერთად თქვათ ახალ სქემაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ და შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს. როგორ გადანაწილდება წელს გრანტი? არ ვიცი რამდენად შევძლებ ამას თქვენი ეთერით კარგად ახსნათ, მაგრამ შევეცდები. ანუ არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც ნენალად აგროვდა გრანტის განაწილების სქემაში. იყო ერთი მოდელი პრინციპი ის იყო, რომ გარკვეული თანხა რაც გამოიყოფოდა გრანტისთვის, პროპორციულად იყოფოდა მსურველების მიხედვით. ანუ თუ ითხოვდა სიტყვაზე ისტორიას გარკვეული რაოდენობა და სიტყვაზე სამჯერ ნაკლები ითხოვდა ქიმიას, პროპორციულად განაწილდებოდა ეს თანხა და ისტორიის ჩამბარებლებისთვის, რადგან რაოდენობა მეტი იყო, მეტი თანხა გამოიყოფოდა. ამ წლების განმავლობაში გარკვეული ხარვეზები გამოაჩინა ამ სისტემამ, აღმოჩნდა რომ რიგ საგანში მოდით ავიღოთ ესეთი პოლუსი საგნები, მათემატიკა და ვთქვათ გეოგრაფია, აღმოჩნდა რომ გეოგრაფია ჩაბარებულები უფრო იოლად, უფრო დაბალი ქულით იღებენ უფრო მაღალ გრანტს, ვიდრე ვთქვათ მათემატიკის ჩამბარებლები, რაც დამეთანხმებით ვთქვათ სამართლიანი არ არის. ახალი მოდელის მიხედვით ის თანხა, რომელიც გამოყოფილია იქნება გრანტისთვის, გაიყოფა ორ ნაწილად, ეგრეთ წოდებულ, არ ვიცი, დავარქვათ ჰუმანიტარულ ნაწილად, რომელიც გააერთიანებს 4 არჩევით საგანს, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნებასა და ლიტერატურას და 4 საბუნებისმეტყველო საგანსა და მათემატიკას. აი ამ განაწილებით ეს თანხა თანაბრად განაწილდება აი ამ ორ ჯგუფს შორის და შემდეგ შიგნით უკვე პროპორციულად განაწილდება საგნებს შორის. ანუ რაც უფრო გაათანაბრებს შედეგებს და ერთნაირი ცოდნის მქონე ადამიანებს, მეტნაკლებად ერთნაირი ცოდნის მქონე ადამიანებს სხვა საგანში შესაძლებლობას მისცემს, რომ ერთნაირი რაოდენობის გრანტი მიიღოს. ანუ თუ შენ გინდა ჩააბარო მათემატიკა, თქვათ ადრე თუ გეოგრაფია იყო პრიორიტეტული აბიტურიენტებისათვის უფრო ადვილი, იმიტომ რომ უფრო ადვილად იღებდნენ გრანტს, ახლა თქვათ იგივე შანსი აქვს მათემატიკის ჩაბარების დროს. ანუ გაათანაბრებს, დიახ, ანუ მათემატიკის ახლა ესეთ შედარებები არ არის. უპრიანი შევადავთ ისტორია თქვათ ფიზიკასთან ეგ არ არის თქვათ სწორი მიდგომა, მაგრამ პრინციპში მარტივად რო თქვათ ასეც იქნება. ანუ მათემატიკაში საშუალო ცოდნის აბიტურიენტი, რომელიც მიიღებს 50%-იან გრანტს, ისევე იოლად მიიღებს ამ გრანტს, როგორც უხეშად რო თქვათ გეოგრაფიის ჩამბარებელი. ანუ ეს ცოდნის დაფასებას უფრო გაათანაბრებს და ერთნაირად დაუფასდებათ მათემატიკის კარგი და საშუალო ცოდნა, თქვათ გეოგრაფიის კარგი და საშუალო ცოდნას. ორივე მხარეს ერთნაირი შანსი ექნებათ ერთნაირი ქულებით მიიღონ ერთნაირი დაფინანსება. ბატონო ივა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უცხოური ენის გამოცდა შეეხება, ემატება მოსმენის ნაწილი ამ გამოცდად. ლოჯისტიკის თვალსაზრისით რამე ხომ შეიცვალა, ცნობილი არის რომ გაიზრდება საგამოცდო ცენტრების რაოდენობა. მოსმენის ნაწილს დამატებას ამზადებდით, ასე ვთქვათ, რამდენიმე წელია, ჩატარდა საცდელი წერები, უფრო საცდელი ტესტირებები, დგინდებოდა სირთულე, იმიტომ რა დასამალია და მოსმენის ნაწილის საკვანძო, ერთ-ერთი საკვანძო უნარი არის უცხოენის სწავლებაში და ეს არ მოწდებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. არ მოწდებოდა ბევრი მიზეზის გამო, ვითვალისწინებით რეალობას, ვითვალისწინებით სახელმძღვანელოებს, ვითვალისწინებით ეროვნულ სასწავლო გეგმას და ეს ნელ-ნელა შეიცვალა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უკვე 4-5 წელია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მტკიცედ აქვს დაკავებული ადგილი მოსმენას, თითქმის მეოთხედი ამისთვის დათმობილი უცხოენის სწავლებაში სახელმძღვანელოები შეიცვალა. ყველა სახელმძღვანელოს ახლავს სპეციალური დისკი, თქვათ მოსმენის დავალებებით. ჩვენც დავამზადეთ ეს დისკები, გადავეცით სკოლებს, განვათავსოთ ვებგვერდზე, ნებისმიერ სულს შეუძლია ნახოს რა პრინციპით ჩატარდება ეს ნაწილი. როგორ რა ქულები ეთმობა, მცირეა დატვირთვა მოსმენისთვის და სხვათა შორის და რაც მნიშვნელოვანი არის, ადმინისტრაციულადაც ფიქრობთ, რომ შეგვიძლია ამ გამოცდის ჩატარება, რადგან
ვინც ყოფილა გამოსაზე ან დაინტერესებულ პირებმა იციან, ჩვენ ხშირად ვიყენებდით სააქტო დარბაზებს, სპორტულ დარბაზებს, ანუ რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც სექტორს ვეძახით, იყო გაერთიანებული ერთ დარბაზში. ასეთი რამ აღარ იქნება, ანუ ჩვენ იძულებული გავხდით, რომ შეგვერჩია მეტი საგამოცდო ცენტრი გავხსნათ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ერთ კლასში, ერთ ოთახში იქნება ერთი ჯგუფი, რათა მენადობა უკეთესი იყოს და აი ამ ტრადიციული ადგილები, ცენტრები, სადაც ტარდებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მათ დაემატება კიდევ გარკვეული რაოდენობა. და უწყვეტი ელექტროენერგია, ზოგადად ელექტროგაყვანილობის ხარჯი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები არის, რომელიც იმედი გვაქვს, რომ წელს ჩვენც ვღელავთ ცხადია და იმედი გვაქვს რომ სავარაუდოდ რამდენი საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. დამოკიდებულია რეგისტრაციაზე, ვფიქრობთ რომ 20 გადავაჭარბებთ და ესეც პირველად იქნება თუ დაინტერესებულ პირებს ახსოვთ პირველ გამოცდა 14 ცენტში ჩატარდა 2005 წელს. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც წელს ცენტრმა განახორციელა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს, ეს არის ხელოვნება. მიუთითეს თუ არა უმაღლესმა სასწავლებლებმა არჩევით საგნად ხელოვნება. ძალიან სასიხარულო და მიუთითეს რამდენიმე ფაკულტეტმა, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლმა მიუთითა ხელოვნება. ეს არჩევითი საგანი არის, პირველად ტარდება ეს საგანი და კარგი ტესტი მგონია რომ გამოვა ხელოვნებაში და უფრო ადეკვატური შერჩევა იქნება ბევრი მიმართულებისთვის, რომელიც ხელოვნებაცოდნებასა, თეატრალურ რაღაც გავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ სპეციალობებზე, უფრო კარგ შერჩევას შევთავაზებთ უმაღლეს სასწავლებლებს. რამდენიმე აირჩია და ასახელა ეს მეოთხე არჩევით საგნად და ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ტესტიც ასე ვთქვათ დაიმკვიდრებს ადგილს სხვა ტესტების გვერდით. კითხვა, რომელიც აბიტურიენტების ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს, რამდენი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად. რაც შეეხება სახელოვნებო საშემსრულებლო და ვთქვათ ამას მიმართულებებს, იქ არის ერთი გამოცდა, რომელსაც აბარებს აბიტურიენტი, ну სიტყვაზე ვოკალის ან რაღაც გავს ხატვას, რომელსაც აბარებს უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში შემოქმედებითი ტური ეგრეთ წოდებული, ამას აფასებს უმაღლესი სასწავლებელი და ამის შემდეგ სამი გამოცდის ჩაბარებაა სავალდებულო, ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოენა, ერთ-ერთი უცხოენა და ზოგადი უნარების ტესტი და ამ სამ გამოცდაში როგორც წესი საკმარისია მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვის გადალახვა იმისთვის, რომ აბიტურიენტი გახდეს სტუდენტი ასეთ შემოქმედებით ფაკულტეტს. თუ გრანტის მოპოვებაც სურს აბიტურიენტს, მას სჭირდება ერთ-ერთი მეოთხე საგნის გადალახვა და კონკურსში შესვლა იმ აბიტურიენტებთან, რომლებმაც ჩააბარეს ესათვის არჩევითი საგანი. ანუ შემოქმედებითი ტური და სამი სავალდებულო საგანი არის აბსოლუტური მინიმუმი, რაც სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს სტუდენტი, თუ გრანტის მოპოვებაც სურს ასეთ აბიტურიენტს, მას მეოთხე არჩევითი საგნის ჩაბარებას მოუწევს. ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება და ბოლო კითხვა, რამდენი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად. ერთი დამოწვა სპორტის აკადემიასაც შეეხება სპორტულ უნივერსიტეტს, ეს საკითხი ხა წყდება სწორედ და ეს მითითებული არის ცნობარშიც, მე არ ვიცი როგორ დასრულდება ეს საკითხი, იმედი მაქვს რომ გაიხსნება ესეთი უმაღლესი სასწავლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვფიქრობ ფიზიკური ახსნის კუთხით, მომავალი თაობებისთვისაც, ანუ იგივე ბაზაზე გაიხსნება, თუ ამაზე მიდის მსჯელობა. ზუსტად არ ვიცი, ხა აკრედიტაციის პროცესი გადის, რამდენად ჩემთვის ცნობილია ეს უმაღლესი სასწავლებელი. და შეიძლება მოუსწროს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რაც იქნება ძალიან კარგი. ნახოთ როგორ იქნება ამის კომპეტენცია ჩვენ კომპეტენციას ნამდვილად ცდება. რაც შეეხება ქართულენოვან პროგრამებს, ეს ეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც მშობლიური ენა არ არის ქართული, მათ შეუძლიათ ჩააბარონ ერთი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდა ან შესაბამისად ან სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე და ამის შემდეგ წარმატების შემთხვევაში ჩაირიცხონ მოსამზადებელ კურსებზე. ენის მოსამზადებელ კურსებზე უნივერსიტეტებში არის ერთი წელი სპეციალურად ასეთი ტიპის აბიტურიენტ სტუდენტებისთვის უკვე, რომლებიც მოემზადებიან ქართულ ენაში, დაძლევენ პროგრამას, 60 კრედიტს დააგროვებენ თუ არ ვცდები და შემდეგ უკვე შეუერთდებიან რეგულარულ სწავლას იმ ფაკულტეტზე, რომელზეც სურთ გააგრძელონ სწავლა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ივა ამ უმწურავი ინფორმაციისათვის, მემშვიდობებით ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა, გვისმინეთ ყოველ სამშაბათს რადიო იმედზე და გვიყურეთ იმედის დილაში, ხვალ ჩვენი სტუმარი კონსერვატორიის რექტორი იქნება. ნახვამდის ძალიან დიდი მადლობა. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები.
კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.